ორნახევარი წელი ბიოგრაფიის ბრენდის, წლების გამოცდილება დეველოპმენტში და პროექტები, რომელიც ერთიანი კონცეფციით და განსხვავებული არქიტექტურით თბილისის რამდენიმე უბანში დაიწყო. დაახლოებით 3 წლის წინ დეველოპერულ ბაზარზე ბიოგრაფი ლივინგმა ამბიციური გეგმებით შემოაბიჯა და 2025 წლის დასაწყისში უკვე 4 პროექტით იყო წარმოდგენილი, ხოლო წლის მიწურულს პორტფელი გაეზრდილი არის. რა გეგმები აქვს კომპანიას 2026 წელს? ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ვისაუბრებთ. ვასილ ფხაკაძე მოვართ და საქმიან დილას. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოგზაურობისთვის. ვიდრე ცალკეულ პროექტებზე გადავალთ. მინდა პირველ რიგში ვასილ შევაჯამოთ წელი დეველოპერულ სექტორში. როგორი იყო 2025 და შემდეგ უკვე ბიოგრაფი ლივინგის იმ 4 დაწყებული პროექტით და 2025-ის მიწურულით გავაგრძელებთ. ზოგადად 2025 წელი შეგვიძლია შევაფასო ძალიან დადებითად, ძალიან კარგი ზრდა ჰქონდა დეველოპერულ ბიზნესს. კონკრეტულად კი ბიოგრაფი ლივინგის ჭრილში შეგვიძლია თქვა, რომ დღის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს უკვე 7 მიმდინარე პროექტი და კიდევ გვაქვს დაანონსებული 2 ახალი პროექტი, რომელსაც დავიწყებთ 2026 წლის პირველ კვარტალში. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიურ ფაზაში არის დაახლოებით 3-4 პროექტი, რომელიც ასევე მომდევნო წელს ჩაეშვება და შესაბამისად ჩვენ უყურებთ, რომ დაახლოებით 12-დან 15 პროექტამდე გვექნება მომდევნო წლის ბოლოს უკვე მიმდინარე პროექტები. რა განაპირობებს ამას? პასუხი მარტივი არის, ჩვენ ვხედავთ მოთხოვნას ჩვენს პროდუქტზე, ჩვენ ვხედავთ ციფრებს, რასაც თითოეული ჩვენი პროექტი კიდევ უფრო ამტკიცებს და აუმჯობესებს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს мотиваცია, რომ კიდევ უფრო სწრაფად განმავითაროთ ბიზნესი, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავიწყოთ და შესაბამისად გავამართლოთ ჩვენი მოხმარებლის მოთხოვნა. დადებითი და ზრდადი მოთხოვნა ახსენეთ. თუმცა გაყიდვების დინამიკა როგორი არის და როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ამ მიმართულებით 2025 წელი და ამ წელს რამდენი პროექტით ხურავთ? ერთი ანონსი, რაც 2026 წლის პირველი კვარტალიდან უკვე შედის, თუმცა 2025-ში რამდენი პროექტით სრულდება ბიოგრაფი ლივინგის პორტფელი? წლევანდელ წელს ხურავთ 7 მიმდინარე პროექტით. გაყიდვები სწორედ არის ის პარამეტრი, რაც განაპირობებს და არის მთავარი სიგნალი ჩვენთვის, რომ დავიწყოთ და კიდევ ჩავუშვოთ ახალი პროექტები და შესაბამისად გაყიდვების ის ტრენდი, რაც კომპანია მაჩვენა 2025 წელს, რომელიც იყო რეკორდული ბიოგრაფიის არსებობის ისტორიაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს და იმის мотиваციას, რომ დავიწყოთ კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი. მე ძალიან ბევრჯერ მისაუბრე ამის შესახებ და კიდევ ერთხელ გამაცხადებ, რომ ბაზარზე არის აშკარად ნიშა და მოთხოვნა ხარისხიანი პროდუქტის და შესაბამისად ჩვენ პირველივე დღიდანვე გავაკეთეთ განაცხადი, რომ შევქმნით განსხვავებულ, გამორჩეულ ხარისხიან პროდუქტს და სწორედ ეს არის ეს თავარი გამაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც ხალხი ირჩევს ბიოგრაფს, რის გამოც ჩვენი პროექტები დებს ასეთ კარგ პერფორმანსს. კიდე კითხვა. იცი რა, კი, მე იცი რა მინდა რომ ვიკითხო. 4 პროექტით დაიწყო, 7 პროექტით სრულდება და 15 პროექტამდე ავა 2026 წელს, ხო? 12-დან 15 პროექტამდე უყურებთ დაახლოებით ამ რეჟიმში. ეს ზრდა ასეთი სისწრაფით, ზრდა განპირობებული არის იმ კონცეფციით, რაც ჩამოყალიბებული აქვს მაგალითად ბიოგრაფი ლივინგს, იმიტომ რომ სულ მინდა ვიკითხო, რას ნიშნავს 15 წუთში შექმნილი კონცეფცია და პროექტი. როგორ ახერხებს ბიოგრაფი ლივინგის გუნდი ამას? გარდა ხარისხისა, რაზე ჩვენ ხშირად საუბრობთ, რაც გამოიხატება სამშენებლო მასალებში, ჩვენ ასევე ვაფუძნებთ და დაფუძნებული გვაქვს ჩვენი ყველა პროექტი 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციაზე, რაც ნიშნავს ყველა საჭირო სერვისის მიღებას სახლიდან გაუსრულებლად. ამაში ჩვენ გვეხმარება ის ფაქტი, რომ ჩვენ არც ერთ ჩვენ პროექტში კომერციულ ზროქონებას არ ვყიდით, არ ვასხვისებთ, ანუ ის რჩება ჩვენ მფლობელობაში, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ ის ბრენდები, რომლებიც შემოდიან ჩვენს საცხოვრებელ корпуსებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს წარმატებულ პრემიალურ ბრენდებთან, რომელიც ხდება შემდეგ უკვე იმ ეკოსისტემის ნაწილი, სადაც ჩვენი მობინადრეები ცხოვრობენ. ჩვენ ამაში ასევე გვეხმარება ვისლოს ჯგუფში შემავალი კომპანია, MP Development, რომელიც დამოუკიდებლად განვითარებს კომერციულ ზროქონებას საქართველოს მასშტაბით და სწორედ MP Development არის ის კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს ამ კომერციულ ზროქონებას, რაც რა თქმა უნდა დამატებითი სარგებელი არის ჩვენი მობინადრეებისთვის და შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ ჩვენი პირველი პროექტის საკენი, სადაც განთავსდება ოქტოპუსის ყველაზე დიდი დარბაზი ჩვენს დედაქალაქში 25 მეტრიანი აუზით, განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე პრემიალური სუპერმარკეტი ჩვენს დედაქალაქში, სოლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაუნჯი და ბევრი სხვა წარმატებული ბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხელს უწყობს ჩვენი მობინადრეების კომფორტს და 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციის შევსებას. როგორ მიყვება ამას ყველაფერს ფასები? ანუ მაინტერესებს და ვიხსენებ თქვენთან
წინა ინტერვიუებს, სადაც ამბობდით, რომ ეს ფასების ზრდადი იქნებოდა იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც ბრძანებთ. მეორეს მხრივ, საჭირო გახდა თუ არა თქვენს პორტფელში საფასო ცვლილება ამ მოთხოვნიდან გამომდინარე და რა მოლოდინები გაქვთ 2026-ზე? ჩვენ პროექტებში ფასები იზრდება ძალიან დინამიურად და ძალიან სტაბილურად. შეიძლება რამდენიმე მაგალითის მოყვანა, მაგალითად ჩვენ ისევ საკენ შევეხები და დაუბრუნდები, რადგან ჩვენი პირველი პროექტი არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საკენი. ამ პროექტში ფასები, როდესაც დავიწყეთ გაყიდვები 2 წლინახევრის წინ, მერყეობდა 1900-დან 2100 დოლარის ფარგლებში და დღეს უკვე გასაყიდი ფასი, როდესაც ჯერ კიდევ 9 თვე არის დასრულებული მშენებლობის დასრულებამდე, უკვე აჭარბებს $3000. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც კომპანია ხედავს და რომ ამ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას და ეს кейსი არის ძირითადად ყველა ჩვენს პროექტში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მართლაც რომ გამორჩეული ლოკაციები, მართლაც რომ გამორჩეული არქიტექტურა, გამორჩეული კონცეფცია და ფიზიკურად რა თქმა უნდა არ არის იმდენი ბინა რომ დააკმაყოფილოს არსებული მოთხოვნა, ჩვენ ამას ვაბალანსებთ ფასების დიდ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი ინვესტორებისთვის და ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს და ახალდაწყებულ პროექტებში პრისეილის მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ იმ ხალხმა, რომელმაც უკვე საკუთარ თავზე გამოცადა ის კოლოსალური ზრდა ჩვენს პროექტებში ინვესტირების დროს, თვალდაუხვეჭავი მოდიან და ახალ პროექტებში ახდენენ ისევ ინვესტირებას. თქვენ ახსენეთ ინვესტიციები. თანამდებჯერმე საკენის პროექტი. მე მაინც მაგალითად ვახსენებ ამ კითხვისას ჰისნის პროექტს. სადაც 200 მილიონს აჭარბებს ინვესტიცია, თორშტები 251 მილიონია იქ რაც ანგარიშგებაში და თქვენს ბრიფებში ჩანს. როგორ გამოიყურება ბიოგრაფი ლივინგის საინვესტიციო პორტფელი? ამ შემთხვევაში ეს მთლიანი აღწერილობა შეგიძლია თუ არა გავაკეთოთ ჯერ 2025 წელთან დაკავშირებით, ანუ შეჯამდა თუ არა ეს ნაწილი უკვე? დიახ, ამჟამად მთლიანი ჩვენი პორტფელის ჯამური საინვესტიციო ღირებულება აჭარბებს $500 მილიონ, რაც მოიცავს იმ 7 მიმდინარე პროექტს, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. პროექტი ჰისნი კი არის აქედან ყველაზე მასშტაბური და ყველაზე გამორჩეული, სადაც ნახევარი გამოდის, ხო? თითქმის ნახევარი გამოდის, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო პარტი აჭარბებს 300,000 კვადრატს და იქ თავსდება ფაქტიურად 4 მასშტაბური თაუერი, 1 ჰექტარზე მეტი გამწონებული რეკრეაციით, მისი მასშტაბი არის მართლაც კოლოსალური და ფიქრობთ, რომ ჰისნის პროექტი ზოგადად ისნის უბანს ძალიან შეცვლის და ძალიან დადებით ეფექტს მოუტანს თვლიან მოსახლეობას. გიორგი ჰისნი ახსენა და არაერთი პროექტი ბიოგრაფი ლივინგის, თუმცა ბოლოს სტუმრობა თქვენი ბოლოს სტუმრობა ჩვენთან იყო საბურთალოზე ახალი პროექტი მოზაიკა, ხო, თუ არ ვცდები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მივაწოდეთ საქმე მაყურებლებს ინფორმაცია. ამ პროექტზე, სადაც ეს მაღალ სტანდარტული ურბანული გარემო იქმნება, რა შეგვიძლია დამატებით წლის ბოლოს ვთქვათ მოზაიკას შესახებ? დიახ, ეს არის ახალი პროექტი, რომელიც ჩავუშვით სულ რაღაც 2 კვირის წინ, მაგრამ თქვენთან დავაანონსეთ ეს პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული პრისეილი ჰქონდა ამ პროექტს და სწორედ ის ფაქტორები, რაზეც მე ხარ ვისაუბრე, ინვესტორების ნდობა, კომპანიისადმი ლოიალურობა განაპირობებს იმას, რომ უკვე ჩვენ ახალ პროექტებში ძალიან კარგად აისახება ეს გაყიდვებში და ციფრებში და მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის დაწყებიდან 3 დღეში ჩვენ 3 დღიანი პრისეილი ჰქონდა, როდესაც მოზაიკაზე 3 დღიანი პრისეილი ჰქონდა, გავყიდეთ ბინების 50%. ანუ ბინების ნახევარი გაიყიდა პირველ 3 დღეში. რა თქმა უნდა, ესეც განაპირობებს ისევ და ისევ იმას, რომ კომპანიისადმი არის ძალიან დიდი ნდობა, ინვესტორები კომპანიას ენდობიან და შესაბამისად ისინი საწყის ეტაპზევე ახდენენ ინვესტიციას ჩვენს პროექტში. როგორც ყველა სხვა პროექტში, ხა მოზაიკაშიც უკვე გავზდით ფასებს, რაც ჩვენ ინვესტორებს კიდევ უფრო გაახარებთ და მივყვებით სამშენებლო პროცესს. ეს ყველაფერი ხდება რამდენიმე პარტნიორთან ერთად, ვისთანაც მათ შორის თქვენ ხელშეკრულებებით, მემორანდუმებით ხართ დაკავშირებული. ბრიფებიდან რაც შევისწავლეთ, ვასილ გამოვყოფ შუკოს, NBK-ის, საუბარია თქვენს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შინდლერთან. არ ვიცი, შეიძლება გამომჩა, თქვენ დაამატოთ ვინმე, ინვესტიციების შემდგომ მაინტერესებს ის პარტნიორთა წრე, ვინც საბოლოო ჯამში კრავენ იმ მოცემულობას, რასაც ბიოგრაფი ლივინგის ხარისხი და უძრავი ქონება ქვია. ჩვენ პირველივე დღიდანვე განვაცხადეთ, რომ ხარისხი იქნებოდა ჩვენი განმასხვავებელი უპირატესობა და რა თქმა უნდა, იმისთვის რომ მიიღო ხარისხიანი პროდუქტი, შენ გჭირდება კომპანიები, რომლებიც ამ ხარისხიან პროდუქტს
შექმნიან შენთან ერთად. ესეთი კომპანიები არის სწორად აღნიშნა გიორგი, შუკო სკარფანჯერა, რომელიც არის წამყვანი გერმანული კომპანია სკარფანჯერის წარმოებაში და სწორედ შუკო სკარფანჯერას ვიყენებთ ჩვენს პროექტებში. შინდლერის ლიტები, რომელიც არის ასევე შვეიცარიული წარმოების კომპანია და ერთ-ერთი ყველაზე პრემიალური ლიტების წარმოებელი კომპანია მსოფლიოში და შინდლერის ლიტები იქნება ბიოგრაფიის პროექტებში განთავსებული. ტერაკოტას შევეხეთ NBK, რომელიც არის ასევე გერმანული კომპანია და აწარმოებს ტერაკოტას უკვე ათწლეულობის განმავლობაში და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპანია და კიდევ სხვა ბევრი პარტნიორი კომპანია, რომელთანაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ყოველთვის ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, რომ თავარია ჩვენ მივიღოთ და დავიცვათ ის ხარისხი, რასაც მოხმარებელს პირდებით და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ჩვენი პარტნიორების შერჩევა. თუ კომპანიამ არ დაამყარა სწორი ურთიერთობა და პარტნიორობა სწორედ მსგავსი ტიპის კომპანიებთან, შენ ვერ შექმნი პროდუქტს, რასაც ჩვენ მოხმარებელს პირდებით. რა თქმა უნდა, ეს სამშენებლო მასალები, ლიფტები, გარე ფასადი, ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საბოლოოდ შექმნათ ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ მოხმარებელს დავუპირდით. წლის ბოლოს იყო ამბავი, რომელიც იდეაში მე არანაირად არ გამკვირვებია და ამ თემამ ვასი ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა, როცა ვისოლ ჯგუფის მიერ ყოფილი ბავშვთა ინფექციური სამავთყოფოს შეძენაზე გაკეთდა განაცხადი. ახსნი კიდევ ერთხელ რატო არ იყო ეს ჩემთვის ეს თქო უცხოან რაიმე მოულოდნელობა. ტერიტორია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვისოლ ჯგუფის მიერ არის შეძენილი, იგულისხმება ყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორია ემიჯნება სწორედ ამ ფართს და შესაბამისად 3 წლის წინ საკმაოდ აქტიურად შემოსული ბიოგრაფი ლივინგი ბაზარზე ჩავთვალე, რომ აუცილებლად იქნებოდა ამისი ლოგიკური მყიდველი, მაგრამ აქ გეგმაც და ვალდებულებებიც არის საკმაოდ გრძელვადიანი. და შესაბამისად შეიძლება ამას არ აქვს ის კოლოსალური მასშტაბი ეხისნის, მაგრამ არც ჩამოუვარდება თავისი პოტენციალით და შესაძლებლობით. რას გეგმავთ და რა პროექტია აქ ჩაფიქრებული ასე? დიახ, ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ეს ტრანზაქცია და სწორად აღნიშნეთ, ძალიან გვახარებს, რომ სწორედ ესეთი კარგი აქტივი შემოუერთდა ჩვენი ჯგუფის პორტფელს, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაეხმარება მიმდინარე ტერიტორიის განვითარებას, რაც ახლა თქვენ აღნიშნეთ. ჯამურად ფაქტიურად იკვრება 5 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ქალაქის გულში შეიძლება ითქვას. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური მუშაობა პროექტირების მიმართულებით. ავიყვანეთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანია მსოფლიოში. ეს არის ბრიტანული კომპანია Benoi, რომელიც ოპერირებს სინგაპურში, ლონდონში და ამერიკის. ისინი აპროექტებენ ამ პროექტს და მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული და ძლიერი არქიტექტურული კომპანია არის მსოფლიოში და ჩვენ გვაძლევს თვითონ ლოკაცია იმის საშუალებას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მართლაც ქალაქის გული, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლოკაცია ჩვენს დედაქალაქში, გვინდა რომ განსხვავებული პროექტი შევქმნათ და არ არის ლაპარაკი მხოლოდ საცხოვრებელზე, ეს იქნება მულტიფუნქციური, ასე ვთქვათ, კომპლექსი, სადაც იქნება სავაჭრო ცენტრიც, იქნება საოფისე ფართებიც, იქნება საცხოვრებელი ფართებიც და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს გახდეს ქალაქის ერთ-ერთი ლენდმარკი. ანუ არა მხოლოდ ბიოგრაფიისთვის და ვისლო ჯგუფისთვის იყოს ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, არამედ დედაქალაქში იყოს მართლაც ლენდმარკის ტიპის პროექტი, რომლითაც იამაყებს თითოეული თბილისელი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივახცევთ. გაველოდოთ პროექტს და დარწმუნებული ვარ ამ თემაზეც კიდე ცალკე შევიკრიბებით BMG სტუდიაში. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და წლის შეჯამებისთვის. მინდა წარმატებები უსურვო ბიოგრაფი ლივინგის გუნდს, ვასილ ფაკაძეს, ამ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს. და როგორც აღინიშნა შესავალში, არასრული 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი და ბაზრის ერთ-ერთი ლიდერად ქცეული კომპანია ბიოგრაფი ლივინგი მას უნარიანი მენეჯერი უძღვება, უკვე რომელიც ასევე ჩვენ თვალწინ ამ 3 წლის განმავლობაში გაიზარდა და მიხარია, რომ სრულად განსხვავებულ და მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს და მართავს უკვე კომპანიას, რომელიც წელიწადში მინიმუმ $1 მილიარდ მეტის ინვესტირებაზე აცხადებს სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებები მინდა უსურვო ვასილ ფაკაძეს და ბიოგრაფი ლივინგის გუნდს.